დაპირისპირება პოლიციასა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის აბაშაში დღეს ამ მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი რუხაძემ თავის 50-მდე მხარდამჭერთან ერთად გამგეობის შენობაში შესვლა სცადა, რაც პოლიციამ არ დაუშვა და სწორედ ამას მოყვა დაპირისპირება და ხმაური. აბაშის გამგეობა უკვე 10 დღეზე მეტია პარალიზებულია. ქართული ოცნების სხვა აქტივისტები რამდენიმე დღეა შენობაში არიან და გამგეობის ფუნქციონირებას აფერხებენ. 4 მათგანმა დღეიდან შიმშილობაც დაიწყო. ისინი მოითხოვენ, რომ საკონკურსო კომისიამ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და გამგებლად გოჩა ჭანტურიას ნაცვლად ირაკლი რუხაძე დანიშნოს. კონსულტაციები აბაშაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ უპირობოდ გადადგეს აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ოფურია, რადგანაც მან მთელი რიგი პროცესები აქვს დარღვეული მას. უმრავლესობის წევრებმა მიცეს ხმა გოჩა ჭანტურიას, რომელიც არის მისი მეგობარი, ამავე დროს მისი მეზობელი. თითქმის ყველა აბაშის რაიონის მოსახლე გამოდის დღეს აბაშაში რა. კიდევ ერთხელ ჩვენ მოუწოდებთ დათო ოფურიას, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებულ თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარემ თვითონ მოირგო ყველაფერი, მას როგორც აწყობდა ისე გააკეთა. კომისია ჩატარდა არასწორად, საპრეტენზიო კომისიამ საერთოდ არ განიხილა, რაც მას უნდა ის გააკეთეს და პირდაპირ ვიტყვის. ხო, ეს როგორი მსვლელობა იყო, იცი, მოისმინეს, დადგინეს, კრება დარჩა, მხიარულია ხალხის აზრი, არავინ არ გაიზიარა ხალხის აზრი. და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს გოჩა ჭანტურია საიდან მოვიდა, გვაინტერესებს და საიდან მოიყვანა თვითონ დათო ოფურია.